ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ცენტრალურ მაგისტრალზე. ჟიგულის მარკის ავტომობილი, რომელიც ტაქსის ნიშნით გადაადგილდებოდა, Volkswagen Ventos შეეჯახა. დაზარალებულები რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. სტაბილურია Ventos მძღოლის და ტაქსში მჯდარი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ, გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს. არ ვიცი, ტაქსის მძღოლს აქეთ უნდა გადაეხვიაო და ის მეორე მანქანა, რომელიც შეეჯახა, სწრაფად მოდიოდაო და იმან თავი ვეღარ შეიკავა და შეეჯახა პირდაპირ. ამჟამად ავარიის შედეგად შემოყვანილი იყო 3 პაციენტი, 2 მამაკაცი, 1 ქალბატონი. ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, აღინიშნება სხვადასხვა სახის მცირე დაზიანებები. ახალ ბიჭის მდგომარეობა არის საყურადღებო, ზოგადად მდგომარეობა აღინიშნება ბარძაყრის ძვლის მოტეხილობა, სხვა მხრივ სასიცოცხლო ორგანო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია და ერთი მამაკაცი, რომელიც იქნა შემოყვანილი, მამაკაცის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო შემოყვანილი და ავადმყოფი გარდაიცვალა.